საქართველოს პარლამენტი დღეს პრეზიდენტის ვეტოზე მსჯელობს. ამ წუთებში პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს. ჩვენი საპარლამენტო კორესპონდენტი თეონა ხარაბაძე ისაუბრებს ახლა ქუთაისიდან. თეონა, გაიზიარებენ თუ არა დეპუტატები პრეზიდენტის შენიშვნებს, თუ ვეტოს დაძლევის პროცედურა დაიწყება? სავარაუდოდ საკანონმდებლო ორგანო დღეს ვეტოს დაძლევს. ამის ალბათობა მაღალია იქედან გამომდინარე, რომ უმრავლესობა ნაციონალური მოძრაობა, თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელები არ იზიარებენ პრეზიდენტის შენიშვნებს, ხოლო მმართველ გუნდს საკმარისი ხმები აქვს იმისათვის, რომ ვეტო დაძლიოს. გიორგი კვარანჩხელაძემ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა უკვე წარადგინა პრეზიდენტის შენიშვნები. კვარანჩხელაძემ აღნიშნა, რომ მათ რომ ქონოდათ 10 დღე სრულად იმისათვის, რომ კანონპროექტი დაეწერათ, უკეთესი იქნებოდა აღნიშნული კანონპროექტი. კვარანჩხელაძემ ასევე ისაუბრა შენიშვნების დეტალებზე და თქვა, რომ მეორე გასაღები, რომელიც ეხება პერსონალურ მონაცემებზე წვდომას, გადადის სასამართლოს ხელში პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორიდან. ჩვენს მიერ შემოთავაზებული რედაქციით პროცესის მონაწილე არ გახდით. სასამართლო უბრალოდ სამართლებრივ ზედამხედველობასთან ერთად, მას შემდგომ რაც სასამართლო გასცემს ნებართვას მოსმენის პროცესთან დაკავშირებით, იგი ამასთანავე იძლევა თანხმობას იმისათვის, რათა დაიწყოს პროცესის აღსრულება და განხორციელება. მიუღებელია ეს, რომ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც იწყებს ასევე სასამართლო თავის თანხმობით ფარულ საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ამ დასტურის მიცემას 24 საათში ისევ თავად სასამართლო ამოწმებს, რამდენად სწორად გაიცა თუ უნდა გაიცეს თუ არა ამაზე ბრძანება. ანუ თავისივე მიღებულ გადაწყვეტილებას ამოწმებს. ეს არის ფუნდამენტური პრინციპის შეცვლა. პრეზიდენტის შენიშვნებს არ იზიარებენ ნაციონალურ მოძრაობაში. ისინი ამბობენ, რომ მნიშვნელობა არ აქვს, სად იქნება მეორე გასაღები, რადგან პირველი გასაღები ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში რჩება. რესპუბლიკელების განცხადებით მთავარი, რაც შენიშვნებში წერია, ის არის, რომ კოპირება არ მოხდება მონაცემების ბაზის, დანარჩენ საკითხებში პრეზიდენტს არ ეთანხმება რესპუბლიკური პარტია. შესაბამისად, ისინი მონაწილეობას არც ვეტოს დაძლევის პროცედურაში მიიღებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს რჩება იმის ტექნიკური შესაძლებლობა, რომ განახორციელოს უკანონო მიყურადღება, უკანონო მოსმენები. ეს არის ამ კანონის მთავარი პრობლემა და ამის გამო ჩვენ მას ხარს არ დაუჭერთ. თუმცა ვეტოს ტექსტში, რომელიც პრეზიდენტმა გადმოაგზავნა, არის ერთი ჩანაწერი, რომელიც უშვებს იმ ალბათობას, რომ ეს ტექნიკა, ეგრეთ წოდებული შავი ყუთი, შეიძლება პრეზიდენტი მოიაზრებდეს, რომ გადაცემული იყოს სასამართლოს. როდესაც გადაუდებელი აუცილებლობის დროს მოსამართლეს ანიჭებ უფლებას, რომ მან გასცეს ეს ნებართვა პირველმა, ანუ ისე გადაუდებელი აუცილებლობის დროს ვერ ხდებოდა ეს ჩართვა. ეს რას ნიშნავს რეალურ ცხოვრებაში, რომ ჩვენ კანონმდებლობით ვუშვებთ იმის შესაძლებლობას, რომ მოსამართლეები თვალდახუჭული ავტომატურ რეჟიმში რაღაცა გადაწყვეტილებას იღებდნენ. ეს არ შეიძლება. აქ ამ კანონში, ამ პროცედურებში კი არ არის საქმე. არსთან მოდის წინააღმდეგობაში, იმიტომ რომ მოსამართლე განხილვის გარეშე გადაწყვეტილებებს არ იღებს. ავტომატურად მოსამართლე არანაირ გადაწყვეტილებებს არ იღებს, რომელიც შეიძლება 24 საათის მერე თვითონვე გააუქმოს, ხო? ანუ ეს უკვე ისეთ ფუნდამენტურ წესზე წინააღმდეგება, რაზეც რა თქმა უნდა ჩვენ თანხმობას ვერ მივცემთ. სესიაზე ჯერ კენს უყრიან პრეზიდენტის შენიშვნებს, თუ პრეზიდენტის შენიშვნები გაზიარებული არ იქნა, ამის შემდეგ დაიწყება ვეტოს დაძლევის პროცედურა. ვეტოს დაძლევისათვის 76 დეპუტატის ხმა არის საჭირო. ამის შემდეგ კანონპროექტი გადაეგზავნება კვლავ პრეზიდენტს ხელმოსაწერად, თუ გიორგი მარგველაშვილმა კანონპროექტს ხელი არ მოაწერა, ამის ვალდებულება პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილს დაეკისრება.